ვადიდებ უფალს ყოველ ჟამს, მარად იქნება მისი ქება ჩემს ბაგეებზე. უფლით იქადის ჩემი სული, ისმინონ მშვიდებმა და გაიხარონ. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად, ვადიდოთ მისი სახელი ერთად. მოვიძიე უფალი და მიპასუხა მან და მიხსნა ყველა განსაცდელისაგან. უმზირეთ მას და გასხინვოსნდით. არასოდეს არ შერცხვება თქვენი პირი. აგერ გლახაკმა მოუხმო მას და უფალმა ისმინა მისი და ყველა გასაჭირისაგან იხსნა იგი. დაივანებს უფლის ანგელოზი მის მოშიშთა ირგვლივ და იხსნის მათ. განიცადეთ და ნახეთ, რომ ტკბილია უფალი. ნეტარია ის, ვინც მასზეა მინდობილი. გეშინოდეთ უფლისა წმინდანო მისნო, რადგან არ აქვთ შეჭირვება მის მოშიშთ. ლომის ბოკვერები იტანჯებიან და შიმშილობენ, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ. მოდით, შვილებო, მისმინეთ, უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ, ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად. შეიკავე შენი ენა სიავისაგან და ბაგენი შენი ცფიერი სიტყვათაგან. ერიდე ბოროტებას და ხმენ სიკეთე, ეძიე მშვიდობა და მიხევი მას. უფლის თვალები მიპყრობილია მართალთაკენ და მისი ყურები მათი ღაღადისაკენ. პირი უფლისა ბოროტმოქმედა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი. მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი. იხსნის მათ ყველა გასაჭირისაგან, ახლოა უფალი გულმოწმებლებთან და სულით მორჩილებს იხსნის ის. მრავალია სიძნელე მართალისა, მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ის იცავს მის ყოველ ძვალს, რადგან ერთიც არ გატყდება. მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი დაიგმობიან. იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს, არ განისჯება მასზე მინდობილი. მოგესალმებით ძვირფასო დაძმებო, სტუმრებო, მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობა და ჩვენ უფრო მეტად გადაადგილების საშუალება გვაქვს. დიდი მოკითხვა საკოლკინებისაგან, სინცინებისაგან, ამ კვირაში საუბრობდი მაგათთან და საკოლკინები ფიქრობენ, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან ოქტომბერში. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის ნორმალური გადაადგილების საშუალება გვექნება ყველანაირი კარანტინის გარეშე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გავაგრძელოთ ლოცვა ჯანმრთელობისთვის, მოწაფეებისთვის, განსაკუთრებით მოსკოვში, პიტერში, იმიტომ რომ მოსკოვში წინა კვირას ერთი ძმა გარდაიცვალა ამ კორონავირუსით და დაახლოებით 35 მოწაფე არის ავად. ვილოცოთ, რომ ღმერთის გეგმა იყოს მათი სწრაფი გამოჯანმრთელება. წინა კვირას ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთთან ერთად შრომა და მისთვის შრომა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გზების გაგება იმისთვის, რომ არ ვეცადოთ მათი შეცვლა ჩვენი აზრებით და არ გამოვტოვოთ ის შესაძლებლობები, რომლებსაც გვაძლევს ღმერთი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ვისწავლოთ, როგორ დავიმდაბლოთ ჩვენი გული და გავიგოთ ზუსტად ის, რაც უნდა ღმერთს. ეს არ არის ადვილი. წინაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ა ブラ ამზე, რომელსაც დასჭირდა ამ ყველაფრის სწავლება. საბოლოოდ ისწავლა და გახდა რწმენის მამა. ჩვენ საერთოდ ბავშვობიდანვე ვსწავლობთ. ვსწავლობთ, როგორ ვილაპარაკობთ, როგორ ვიაროთ, როგორ ვიურთიერთობოთ სხვა ადამიანებთან. სკოლაში ვსწავლობთ, როგორ ვიმუშაოთ. ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ კარგი მეუღლეები ან მშობლები. ეხლა კარანტინის პერიოდშიც ჩვენ რაღაცას ვსწავლობდით. ეხლაც კარანტინის დროს ჩვენ რაღაცა ვისწავლით. იმისთვის, რომ სწავლა იყოს შედეგიანი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ კარგი მასწავლებელი გყავდეს და ასევე გქონდეს სურვილი. ბავშვობაში დავდიოდი გიტარაზე. მშობლებს უნდათ, რომ მრავალფეროვანი განათლება მიმეღო. და მე ძალიან მადლობელი ვარ მათთვის. მე კარგი მასწავლებელი მყავდა, კარგად მიხსნიდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ დროს მე არ მქონდა დიდი სურვილი და
და როგორც კი დამთავრდა სწავლა, მე გადავდე გიტარა და დიდი ხნის მანძილზე არ ვკიდებდი ხელს. ეხლა სურვილი გამიჩნდა და დავიწყე ძიება იმისა, სად შეიმიძლია ვისწავლო. ამის წინათ მე და დაჭიმ შევეჯიბრეთ ერთმანეთს, თუ ვის უფრო კარგად გამოსდის. სიმართლე გითხრათ, მას უკეთესად გამოსდის გიტარა. ანუ სწავლების წარმატება დამოკიდებულია მასწავლებლის კვალიფიკაციაზე და ასევე მოსწავლის მონდომებაზე. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ კიდე ნიჭებზე თუ რა ნიჭი გააქვს, ამაზე არის დამოკიდებული შენი შედეგი. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული დოზით ესია. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ რწმენაზე და რწმენაში გაზრდაში, აქ თითოეულ ადამიანს აქვს ერთ და იგივე შესაძლებლობა. ერთხელ, როდესაც იესო ელაპარაკებოდა თავის მოციქულებს, ესეთი რამ თქვა. ლუკას სახარების მე-9 თავში ესეთ რამებს ვკითხულობთ. ყველას გასაგონად კი თქვა, თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველ დღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ეს მოწოდება არის ყველა ნებისმიერ ადამიანისთვის. დიდისთვის თუ პატარისთვის, ახალგაზრდისთვის თუ ზრდასრულისთვის, ვინც დაქორწინებულია და დასაქორწინებლებისთვის, იმისთვის, ვინც მუშაობს და ვინც უმუშევარია, ვინც სწავლობს და ვინც დაამთავრა სწავლება, ვინც ავად არის და ვინც ჯამთელად არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი პირადი სურვილი, რომ გაყვე ქრისტეს, რომ იყო მისი ერთგული და სურვილი, რომ ემსახურო მას. შეეცადე, რომ გულახდილად უპასუხო ესეთ კითხვას. გინდა თუ არა, რომ გაყვე ქრისტეს დღეს. თუ თქვენ აგრძელებთ ამ გაკვეთილის ყურებას, ესე იგი თქვენ გაქვთ ესეთი სურვილი. თუ შენ გაქვს სურვილი გაყვე ქრისტეს, შენ როგორც ნებისმიერ ადამიანს გჭირდება სწავლება. მოდით გავერკვიოთ თავიდან. ყველაზე კარგი მასწავლებელი ვინც არის, ეს არის ქრისტე. ყველაზე კარგი, ყველაზე კვალიფიციური, ყველაზე გამგებიანი და ყველაზე მომთხოვნი. ამ მასწავლებელთან ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ იგივე რწმენის მაგალითები, როგორც აბრაამი. ზუსტად აქ ჩვენი სურვილი დამოუკიდებლობისადმი ეწინააღმდეგება სწავლების მიღებას. ხდება კონფლიქტი, როდესაც ღმერთი გეუბნება რა და როგორ უნდა გააკეთა. შეიძლება შენ სხვადასხვა მიზეზებით ეს არ გაწყობს, ან არ მოგწონს და შენ დგები ესეთი კითხვის წინაშე. მე ხო თავისუფალი ვარ გავაკეთო ის, რაც მინდა. და როდესაც ჩვენი მინდა ეთანხმება ღმერთის სურვილებს, მაშინ ხდება სასწაული. ჩვენ რწმენა გვებადება და ჩვენ შინაგანად სხვანაირები ხდებით. ღმერთი ჩვენ სიტუაციებზე ზემოთ გვაყენებს და შენ ნამდვილად გრძნობ თავისუფლებას. ბიბლია ძალიან ბევრ მაგალითს გვაძლევს, რომ ჩვენ ამ მაგალითებით ვისწავლოთ და გავხდეთ წარმატებული ჩვენს რწმენაში. დღეს ვნახავთ ერთ-ერთი ადამიანის მაგალითს, რომელსაც უნდოდა ღმერთისადმი მსახურება. სახელი მისი არის საული. ღმერთი უხმობს საულს იმ დროს, როდესაც ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია. იყო ძალიან ბევრი მტერი, რომლებიც ანადგურებდნენ ისრაელს. როდესაც ღმერთმა მოიხმო საული, ის იყო უბრალო ადამიანი. მას ეშინოდა და იმალებოდა მტრისაგან. ღმერთმა დააყენა მის წინაშე რთული ამოცანა, რომ გახდეს პირველი მეფე ისრაელში. ზოგჯერ ღმერთი გვაძლევს ამდაგვარ რთულ დავალებებს, გავაკეთოთ ის, რაც ჯერ არავის არ გაუკეთებია. карანტინის დრო დაახლოებით ამდაგვარი პერიოდია. მაგალითად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამეკეთებინა ეს ვიდეო გაკვეთილები, რომელიც აქამდე არ გამიკეთებია. ჩემთვის ეს არ არის ადვილი. უკვე 2 თვე ნახევარი გავიდა, მაგრამ მაინც ეს ჩემთვის რთულია. რა გამოწვევას ან რა დავალებას გაძლევს ღმერთი შენ დღეს? შეიძლება რომ იყო მონთმენი, რაც არასოდეს არ გაგიკეთებია.
შეიძლება შენ არ იცი თუ რა დავალება უნდა ღმერთს შენთვის, მაშინ გამოიჩინე ინიციატივა და შეიკითხე, რა შეგიძლია გააკეთო. შეიძლება ამისთვის შენ დაგჭირდეს სწავლება და რაღაცაში ცვლილება. ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთს ტყუილად არ მივყავართ ამდაგوار სიტუაციასთან. საულმა გადაწყვიტა, რომ დაემორჩილოს ღმერთს, გახდეს მეფე. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ არა მაგარია. თუ მე ვინმე შემომთავაზებს მეფე ვიყო, რა პრობლემაა? იმიტომ რომ მეფე აკეთებს იმას, რასაც მოისურვებს. ზუსტად ამაში არის პრობლემა. გავაკეთო ის, რაც მე მინდა, თუ გავაგრძელო სწავლება ღმერთისაგან, რომელმაც მომიწოდა და რომელმაც მომცა ეს დავალება. გავიდა რაღაც დრო და საულს უნდა ებრძოლა მტრებთან, ფილისტიმელებთან. ფილისტიმელები იმ დროისთვის იყვნენ ძალზედ ძლიერები. ისინი ბატონობდნენ ისრაელიანებზე და არ აძლევდნენ საშუალებას, რომ გაეკეთებინათ რაიმენაერი რკინის იარაღი. წარმოიდგინე, რომ თქვენ ხართ მეფე, რომელსაც ღმერთმა მოუწოდა, რომ ებრძოლოს ფილისტიმელებს და უთხრა, რომ გაანადგუროს ეს მტერი. თუ გექნებოდა თქვენ ეჭვი ან შიში. როდესაც შენ არ იცი, როდესაც შენ არ გაქვს საკმარისი იარაღი, როდესაც შენ ეს არასოდეს არ გაგიკეთებია. გაცილებით ადვილია თქვა, რომ არ მინდა ამდაგვარი მეფობა. წავალ ჩემთან სახლში და სხვამ გააკეთოს, მე კი შევხედავ. როდესაც ყველაფერი დალაგებული იქნება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება, გადაწყვეტილი იქნება, აი მაშინ დამიძახეთ და მე ნამდვილად მეფე ვიქნები. სინამდვილეში ჩვენს ცხოვრებაში არასოდეს არ იქნება ყველაფერი დალაგებულად და თავის ადგილზე, იმისთვის რომ ჩვენ მთლიანად დავისვენოთ. ჩვენ არა ვართ ზეცაში. იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიწუწუნოთ, რომ რაღაცა არ არის, ან არ არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა, უბრალოდ დაიწყე კეთება. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ლოცვის ჯგუფმა ახლა Facebook-ში განაგრძო თავისი საქმიანობა, ლოცვები და ასე შემდეგ. არის მეორე ვარიანტი, როდესაც შენ იწყებ ღმერთის დადანაშაულებას. აუ, რატომ მომეცი ამდაგვარი სამეფო? აქ შრომა არის საჭირო. არაფერი არ არის თავის ადგილას და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. მაგრამ მოდით გავიხსენოთ, რომ ღმერთი ყველაზე კარგი მასწავლებელია და გაძლევს შენ ზუსტად იმ ამოცანებს, რომლებიც დაგეხმარებიან, რომ გაიზარდო რწმენაში. კიდე ერთი ვარიანტი, რომ უბრალოდ დაიწყო ბრძოლა. თითქოს რა პრობლემაა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლა, უნდა ვისწავლოთ და შევეკითხოთ ღმერთს. ჩვენ ძალიან ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც მიგვაჩნია სწორად და მერე შეგვიძლია კიდევაც გავიბუდოთ, როცა აღმოჩნდება, რომ ჩვენ ამაში წარმატება არ აგვაქვს, ან არ გვაფასებთ. გაიხსენეთ ჩემი ჩაის მაგალითი. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიას. დაიწყო ომი. შეგროვდა ორი ჯარი. საული ფიქრობს, ეჭვობს, რა გააკეთოს. რთულია გადადგა საბოლოო ნაბიჯი. მისი შვილი იონათანი იწყებს შეტევას. ორი ადამიანი მიდის მთელი ჯარის წინააღმდეგ. არაფერი არ უთქვა მამას და ღმერთმა დაეხმარა მათ და მტერი გაიქცა. საული უცებ ხედავს ამას და წყვიტავს, რომ მეც ჩავერთო ამ ბრძოლაში და მას უნდა, რომ გაიგოს რა არის უფლის ნება. წავიკითხოთ ეს ისტორია, ეს მონაკვეთი პირველი მეფეთა მე-14 თავი მე-16 მუხლიდან. დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი. ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობენ ეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნება თვალყურს მათ დარბევას. უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს, მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველ მტვირთველი.
უთხრა საულმა ახიას მოიტანე ღვთის კიდობანი, რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს. ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს, დაუშვი ხელი. ნახეთ რა ხდება. აურზაურია მტერი გარბის და საული უხმობს მღვდელს, რომ შეეკითხოს ღმერთს. აი როგორ გამოიყურებოდა მღვდელი იმ დროს. თავზე ჰქონდა თავსაბურავი. მას ჩაცმული ჰქონდა ნაკსოვი კვართი და ზემოდან წამოსასხამი. ასევე სარტყელი ჰქონდა. მღვდელს ასევე ჰქონდა სპეციალური ჩანთა, რომელსაც ერქვა სამკერდული. ამ სამკერდულის ზემოდან მიმაგრებული იყო 12 სხვადასხვა ქვა, რომელიც იყო ისრაელის 12 ტომის სიმბოლო. თვითონ ჩანთაში იყო ორი განსხვავებული ქვა. ურიმი არა და თუმიმი კი. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? მღვდელი უნდა დამდგარიყო კიდობნის წინაშე და ვინც ეკითხებოდა, უნდა დამდგარიყო მის უკან. უნდა დაესვა ესეთი კითხვა, რომელზეც შეიძლებოდა ან ხო, ან არას პასუხი. დაუშვათ, წავიდე საბრძოლველად, ან არ წავიდე. მღვდელი ლოცულობდა და მერე ამ ჩანთიდან, ამ სამკერდულიდან ამოიღებდა ქვას, ან ურიმს, არას, ან თუმიმს კი. საული ეჭვობდა და დაუძახა მღვდელს. უნდოდა ღმერთისგან პასუხის გაგება. ამასთან ერთად მას ესმოდა ბრძოლის ხმები. ხედავდა იმ აყალ-მაყალს, რაც ხდებოდა იქ ველზე. მოვიდა მღვდელი, მაგრამ სანამ ეს პროცედურა დასრულდებოდა, საული ეუბნება გეყოფა. არ მინდა. მე წავალ საბრძოლველად, იქ მეჩქარება. არ არის მნიშვნელოვანი, რას მეტყვის ღმერთი, ისედაც ხო ყველაფერი გასაგებია. საულმა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ისე, როგორც თვითონ ფიქრობდა სწორედ. მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი ღმერთის აზრის გაგება. კარანტინის დრო არის ახალი შესაძლებლობების დრო. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვეკითხებით ღმერთს, როცა რაღაცას ვაკეთებთ, ან ვუყურებთ. იქნებ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუ, მოდი ჩქარა ვნახავ. რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ვნახავ, ან რაღაცას გავაკეთებ. თუ ვეძებთ ჩვენ რჩევას და თუ ველოდებით პასუხს. ან ვაკეთებთ და არ ველოდებით არაფერს, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს თავისუფლება გვაქვს. ქრისტემ ხო მოგცა ეს თავისუფლება. მოდით გავიხსენოთ იოანეს სახარებაში იესოს სიტყვები, მერვე თავი. მაშინ იესო იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს. თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება განგანთავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას, ჩვენ აბრაამის თესლი ვარ და არასოდეს არავისი მონები ყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო. უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა. ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ თუ ძე გაგანთავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. ბიბლიური თავისუფლება ეს არის თავისუფლება ცოდვისაგან. თავისუფლება ჩვენი ცოდვილი ბუნებისაგან. იმ ბუნებისაგან, რომელიც გვიბიძგებს გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა ღმერთის დაუკითხავად. ქრისტე ჩვენ გვაძლევს თავისუფლებას, რომ შევეკითხოთ მას, თუ ის არის ჩვენი უფალი. სიტყვა ურიმი იწყება ებრაელური ანბანის მიხედვით
პირველი ასოზე და მეორე თუმინი იწყება ამბანის ბოლო ასოზე. რას მეტყველებს ეს? შეგვიძლია შევადაროთ ქრისტეს, რომელიც არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასაბამი. თუ ჩვენ გვინდა რაღაცის კეთება, აუცილებლად რჩევა გვჭირდება. ქრისტესგან რჩევა გვჭირდება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ რჩევას და არ გავიქცეთ და არ გავაკეთოთ უბრალოდ ის, რაც გვეჩვენება სწორად. ამ კვირას აღნიშნავდნენ ამაღლების დღესასწაულს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და არის ყველა მორწმუნეებისათვის. მოდით წავიკითხოთ მოციქულთა საქმეებში თუ როგორ აღწერს ლუკა ამ მოვლენას. პირველი თავი მე-9 მუხლიდან. ეს თქვა ქრისტესია საუბარი და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან. მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში. უთხრეს, გალილეველო კაცებო, რას დგახარ და შეყურეთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი. მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში. წარმოიდგინეთ სურათი. იესო თავის მოციქულებთან ერთად მთაზე არის, უცებ ადის ზეცაში, ღრუბლები დაფარეს, არაფერი არ ჩანს, ისინი დგანან და ზემოთ იყურებენ. პირღია ალბათ. რა ხდება? სად წავიდა? როდის მოვა? და ღმერთი აგზავნის ორ ანგელოზს და უბნებია, რომ რას დგახართ აქ, რას უყურებთ, რას ელოდებით? ეხლა წადით იერუსალიმში. ხო გითხრათ, რომ იქ უნდა იყოთ. ხო გითხრათ, რომ მე წავალ მამასთან. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია მათთვის მოულოდნელი იყო. შეიძლება ჩვენთვისაც რაღაც სიტუაცია იყოს მოულოდნელი და ჩვენ ასევე პირღია უყუროთ ზეცაში, უყუროთ ვინ რას გააკეთებს. იმის ნაცვლად რომ გავაკეთოთ ის, რაც ქრისტემ უკვე გვითხრა. რა გვითხრა ქრისტემ? რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს. მე არ შემიძლია ეხლა ურთიერთობა ინტერნეტით. მე არ შემიძლია რომ დავიმახსოვრო ვის რა დაბადების დღე აქვს. მე არა ვარ მიჩვეული და ასე შემდეგ. ქრისტემ გვითხრა რომ ერთმანეთი გაამხნევეთ და წაახალისეთ კეთილი საქმეებისათვის. ასწავლეთ ერთმანეთს, რომ ჩვენ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები ერთმანეთის წინაშე, რომ ჩვენ სხვა ხალხს დავეხმაროთ ღმერთის შეცნობაში. ზოგჯერ ჩვენ უკვე ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიცით როგორ. თუ ეს თქვენ ახართ, ნუ გეშინია. შეეკითხეთ იმას, ვინც იცის, შეეკითხეთ ქრისტეს, შეეკითხეთ ღმერთს, მაგრამ არ გაჩერდეთ თქვენს სწავლებაში. ქრისტე ყოველთვის აძლევს პასუხს იმათ, ვინც ეძებს, ვინც სვამს კითხვებს, ვინც არ დანებდა თავის რწმენაში. დაუსვი შენ თავს ესეთი კითხვები და მერე ჯგუფში განიხილე. ეძებ თუ არა შენთვის დამოწყვრას და სწავლებას. თუ აკეთებ ისე, როგორც შენ ფიქრობ სწორია. და მეორე, თუ იცი რა არის გასაკეთებელი, ელოდები დამატებით მოტივაციას რო გააკეთო, თუ აკეთებ შენი გულიდან გამომდინარე. ყველას გისურვებთ, რომ დარჩეთ ბეჯითი ქრისტეს მოწაფეები. მიყვარხართ.